თემა ბუნებრივია საქმიანდილოში, რაღაც საქართველოში ქართველი თუ უცხოელი შემსრულებლების და ავტორების ნაწარმოებებით სარგებლობა და როგორ არეგულირებს ინტელექტუალური საკუთრების ფინანსურ ასპექტებს საავტორო უფლებების ასოციაცია. Პასუხებს ელენე ჩომახიძის პარასკევის რუბრიკაში მოვისმენთ. ბუნებრივია, როგორც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობთ. ელენე, მადლობა მობრძანებისთვის და დილამშვიდობის. საქართველოს კანონმდებლობა გარდა ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელი კანონებისა თავად ავტორების მიერ საავტორო უფლებათა ასოციაციის შექმნასაც ითვალისწინებს. ავტორებს საავტორო უფლებათა შესახებ ხელშეკრულებები ანალოგიურ ასოციაციებთან მსოფლიოს მასშტაბით შეუძლიათ გააფორმონ და ოფიციალურად კანონის საფუძველზე დაიწყონ კუთვნილი ჰონორარების აგროვება. იმ ნაწარმოებების გამოყენებისთვის, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა ფორმით ხდება ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ კი არაპირდაპირი კომერციული მიზნით. პირი, რომელიც ბიზნესის კეთების დროს იყენებს სხვის ნაწარმოებებს, თუნდაც მუსიკალურს, ვალდებულია, რომ გადაიხადოს გარკვეული ოდენობის ჰონორარი, რომელსაც თავად ორგანიზაციაში გაწევრიანებული ავტორები ადგენენ. იმ შემსრულებლებისა და ავტორების მოსაზრებით ვის შემოქმედებაზეც საქართველოში დღეს განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიც კი, რომ თითოეული პირი საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით გაწევრიანებული იყოს აღნიშნულ ასოციაციაში. ობით ობიექტებში უამრავი კაფე, რესტორანი, უამრავი ადგილია, სადაც ასრულებენ მუსიკას, ხო, ამა თუ იმ ავტორის და ეს ყველაფერი, ანუ, როდესაც ხდება ფულის მოკრება, რა თქმა უნდა, ავტორები უნდა იღებდნენ ყველაფრიდან სარგებლოს, ეს მხოლოდ მსოფლიოში ესეა და ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება ყოველთვის იყო და არის ძალიან პოპულარული, ამიტომ რა თქმა უნდა როგორ გითხრათ, რაღაც გარკვეული შემოსავალი აქედან არის. მაგრამ ამას გარდა კიდევ უფრო კარგად 1000 მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ მეტად ეფექტურად იყოს გაკონტროლებული, თქოთ ის რეპერტუარი, რაც იკვრება. ძალიან ხშირად და რუსულ სიტყვას ვიხმარ, უპრაგონოდ ხმარობენ, იყენებენ ირაკლის რეპერტუარს სხვადასხვა პოლიტიკური რაღაც იმების დროს, აქტიურობების დროს, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, პირდაპირ ვამბობ.